სალამი ძვირფასო გამომწერებო, პასრი დისკუსიები მოგესალმებათ. როგორ ბრძანდებით ბატონო გიორგი? შესავალ სიტყვას ვიტყვი, თუ შეიძლება. შესავალ სიტყვას ვიტყვი? ხო. მიდი. ესე იგი, წინა ვიდეოში, როგორც გახსოვთ, ძალიან საინტერესო დანები განვიხილეთ. არა, ის ახლა წინა იმას მეორეს ვხვდებთ. ეხლა ვხვდებთ ამას ახლა. მაშინ ავტომატურად სიტუაცია იცვლება და მე წინა სიტყვაობას აღარ გავაკეთებ და გისმე ბატონო გიორგი, იმიტომ რომ ამერია. ახლა მე. რატო იყოს ეს ბუნებრივია ეს ყველაფერი ხო შეიძლება? რა მოხდა? ანუ ვის არაშრა? მოდი მაშინ რახან ამას ვდებთ. ეხლა ვისაუბროთ ტრამპზე მოხდარი იმაზე შენი შეფასება. რას ფიქრობ, რა მოხდა იქ? ვიღაც ქალები რომ 4-ით დადიოდნენ მაგარი ნაშები. ნახე ეგ ამბავი. Deep State-ის თემა არის ჩემი აზრით მიშა. მე კიდე მგონია რომ კაროში ეკაიფება. ტრამპი ეკაიფება მგონია აპრიმად თავის კომანდას. ის რო არ მიდიოდა ნახე JD Vance-ს. როგორ მიათრევდნენ? ხო, მაგებში რო Deep State-ი მგონია მე რა. მე რატო გკითხე ეს შეკითხვა? ეცე შენ ნახე რომ იმას ზედ რამდენი დანაეკეთა თავდასხმელს? თავდასხმელი რა შენ ნახავს? 2 არაღით და 6 დანით იყო შეიარაღებული. მე არის ცოტა რო არ შეიძლება მაგ ტენდენციარული. ამ 6 დანიდან მე ვნახე მარტო 2 რა დანაც იყო. დაიანჩენი 4 მაინტერესებს ძალიან. ერთი იყო Guardian Tactical. კაი. და ერთი იყო Cold Steel. დანჩენ 4-საც თუ გაგვიზიარებს FBI, აქედან რომ მივმართოთ. მე მაინც გონია რომ Deep State-ი რანაირი 6 დანით ხო თეთრ სახლში იყო ეგ ამბავი. არა. ფილტოში, სასტუმროში. მე მეგონა ის რაღაცა ბალრუმს რო აკეთებს მეთქი დაამთავრა და გასნა. ეგ თქვა ზუსტად რომ ჩემ ბალრუმში ეგ არ მოხდებაო. კაი. მან მაგარი შეთქმულებები წავიდა. მე აღმოაჩინა მაგან რომ ტრამპს როდესაც პირველად ეს თავის ბიზნესი დაუწყია, რომელიღაც შენობა დაასტრო ჰილტონებმა იყიდეს. და ის მე აქვს ჰილტონებთან მტრობაო და ესო იმიტომ გააკეთაო, რომ ჰილტონისთვის რეპუტაციული ზიანი მიეყენებინაო. ჰილტონის სასტუმროში მოხდაო და კაროჩე მივხვდი რომ ამ YouTube-ზე 1000 იდიოტობა იწერება. იმედია ჩვენზე ვინმე მაგას არ იტყვის. რა ვიცი, ეგეც შეიძლება ასე. არის ხოლმე. გავფილტრავ ხოლმე მიშა. კარგი ბატონო. ეგრევე დავბლოკავ. დავუბრუნდეთ მოკლედ რეალობას, თავი აგვტკივდა ცოტა და რაღაც ისე რეალობას დავუბრუნდეთ მიშა და როგორ გატარეთ დღე? რა ვიცი. არ ვიცი. ბანკებზე საუბარი შეიძლება თუ ბანკებზე უფრო არ შეიძლება? ჯობია ბანკებზე საუბარი არ შეიძლება. ბანკებზე არ შეიძლება. დანის ტარება არ შეიძლება. იცი რა მინდა გკითხო? ქართულ სერიალებს თუ უყურებ, შენ რამეს? არა მიშა, არა. არა, ქართულ სერიალებს არ უყურებ. ზოგადად ძალიან პოპულარული რო არის კინოფილმებიდან დანები და ასე შემდეგ რა. ესეთი ამის მერე განიმძაფრდა ყველა კინოს, რასაც უყურებ და დანებს უყურებ რა. და აღმოვაჩინე რომ სხვათა შორის რამოდენიმე ქართულ ფილმსა და სერიალშიც ყოფილა ძალიან საინტერესო დანები. ხო? ხო და რავი, ალბათ რაღაც მომენტში შევეცდებით და გავაკეთებთ მაგ ვიდეოს რა. ქართული ფილმები და დანები? ხო, აი არ იქნება. ხელძაღლშიც არის რაღაცა მომენტი დანის, ჩემი ცოლის დაქალებშიც, კიდე რაღაც ფილმებშიც რაღაცეები არის რა. კი ბატონო, საინტერესოა. კაი, ბანკებზეც არაო. პოლიტიკას შევეშვი. გავაგ მას დანებზე ვისაუბროთ. იმაზე რა ხდება? ფაზაკლების აქციაზე რა ხდება ბატონო გიორგი? მოდი მაგ თემით დავწყოთ. ფაზაკლების აქციაზე მიხეილ, ესე გადაწყდა. ნუ პირველ რიგში მიხარია რომ გამოხმაურება ქონდა. და დამირეკა 1-5-მა 6-მა დამირეკა ფილიალებშიც როგორც ვიცი, იყო და ესე გადავწყვიტეთ რომ 31 მაისამდე გავაკეთოთ 10%-იანი. 31 მაისამდე, ოღონდ ისე კი არა, როგორც შენ მითხარი წინაზე, რომ თქვა იქ მაშველიც იქნება, მეხანძრაც იქნება, მსგავსი რაღაცა სარგებლობა რომ აქვს საზოგადოებისათვის, მსგავსი უწყებები და 31 მაისამდე გამოცდილებას მივიღებთ, დავაკვირდებით რა როგორ იქნება და იმის მერე გადავწყვეტ, შეიძლება თქვა კვირაში ერთი დღე იყოს, შეიძლება თქვა დავაანონსოთ ხოლმე, შეიძლება რაღაცა ფორმა მოვიტყვით, ყოველ შემთხვევაში მაგასაც ვიტყვით, მაგრამ 31 მაისამდე ესე გვაქვს. მოკლედ იმ ხალხს, ვისაც სამსახურის დამადასტურებელი წიგნა კი გაქვთ, ასე ამ შემთხვევაში ეს იქნება მეხანძრე, ეს იქნება თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი თუ პოლიციის. კი ბატონო. აუცილებელი პირობა არის უბრალოდ რომ ანუ დამადასტურებელი დოკუმენტი კონდეთ. მაშველებს აქვთ დანიშნულების უფლება. არა მგონია, არა. სამსახურების დროს კი და ისე არა. ისე არა. მგონი.
გასაგებია. მოკლედ. ჩვენ გავუკეთოთ აქცია და გადაწყვიტონ თვითონ. კი ბატონო. გავიგე. მიშა. წინა ვიდეოში შენ ძალიან ისე თქვი, რომ კიდე კაიო დასკვნა არ მოგცესო. გახსოვს? შენაზე ჯაკჭაიგრე. ეს რაღაც დაძაბული იყავი წამოჯექირა და ხო, კიდე კაი გითხრესო რომ ბეჭედი სარ მოგიტანეო რა და კიდე კაი დასკვნა არ მოგცესო. მაგაზე რომ დასკვნა მოეცათ. დასკვნაზე? დასკვნაზე ხა უკვე მარაზმი კი არა და რა არის? ორი ცალია. დასკვნა არის. ეგ არის დანაზე, მოდი მაშინ თქვათ. მეგობრებო, ბატონო პოლიციელებო, რომ იცოდეთ, ისედაც ყველანი თანხმდებით, რომ ცოტა უაზრო კანონი გვაქვს, სულ მცირე ერთი კანონის შეცვლა მაინც გჭირდება. სულ მცირე, იმიტომ რომ ეს ცივი არაღი არ არის მიშა. და მე რომ კითხავენ რატო არ არისო? მე რადგან ექსპერტი არა ვარ, მე შემიძლია დასკვნა წარმოვადგინო მიშა, რომ ეს რატომ არ არის ცივი არაღი. კი ბატონო. და ვინმეს თუ ეჭვი შეეპარება მე ამ ყველაფერში. მე შემიძლია წარმოვადგინო მეორე დასკვნა მიშა, რომ ეს დასკვნა ბეჭედი გააკეთე? ბეჭედზე. ხო გახსოვს წინა განცხადებაში ესეთი პასუხი იყო მაცადე მიშა? აუ. გულოწყვეტილი ხარ? აი მერჩივნა რომ ეგ ხა. გულწრფელად მერჩივნა რომ არ მოხდარიყო რა. მომისმინე? ისმენა რა. წავიკითხო? წაიკითხე. საბრუცო კოდექსის ნაწილის საფუძვლად საიდენტიფიკაციო კვლევის ჩასატარებლად აუცილებელია წარმოვიდგინოთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გამოსაკვლევის შესაბამისი ბეჭდის ანაბეჭდის თავისუფალიან ექსპერიმენტალურ ნიმუშში. ამის მერე წინაზე არ წამიკითხავს კიდე რა წერია იცი? გთხოვთ გვაცნობოთ შესაძლებელი არის თუ არათ ზემოდახსენებული მასალის მოპოვება. ანუ მე შემიძლია თუ არა მოპოვება მაგისი. ხოლო დადებით შემთხვევაში წარმოვიდგინოთ 10 კალენდარული დღის ვადაში. მე ხა რა ქენ დაითრიე ისა დასკვნა? რა ქვია ბეჭედი? შენიშნა წელს გამოგეგზავნათ მოთხოვნა ბეჭდის ანაბეჭდის თავისუფალი ან ექსპერიმენტალური ნიმუშების წარმოდგენის თაობაზე, რაც ბიუროს ადმინისტრაციის მიერ დაკმაყოფილებული იქნა მიშა. მოგცეს ბეჭედი? ნუ განცხადებით მომცეს, ისე შეგინდა გადააწოდეს. გასაგებია და დაწერ ბიჭო, ვერ ვიჯერებ, გიო და ერთი წამი. ეს 100 დაწერეს რომელზე რა არის ბეჭდი გამოიკვლიეს. არა, ბეჭდი. ქვედა შუა ნაწილში აღინიშნება დეფექტი სიტყვაში ლევანო, ბიჭო. არა, ეს წერია, ძმა. ლევანაში იპოვეს დეფექტი ანუ სიტყვაში. ბეჭდი ლევან სამხარაულის რო წერია, ბიჭო. გავიგე რომ ლევანს ხო, სახელს ჰქონდა დეფექტი ბეჭედზე. ბეჭედზე, კი. და ეს გვიწერია აქ. კი გვიწერია. ბიჭო, სად არის? ავიც, ვაუ, ეხა მე რაღაცა. აი. ამაზეა საუბარი, ნახე, ლევან, აი აქ არის დეფექტი. კაი, მეგობრებო, აგზელებთ მოკლედ. სასწაულია, ბიჭო. არა, მოყევი ესა ცოტა დეტალურად. რა მოუყვე? ესე იგი მიხვედი მე ეუბნები. გეუბნები ისა, ესე მქონდა რა, როდის მივედი? მე ბევრჯერ ვიყავ მისული, რომელიც გულისხმობს. არა, ბეჭედზე რომ მიხვედი, რომ გთხოვთ ბეჭედი წარმომიდგინოთ. გთხოვთ ბეჭედი, ახლა განცხადება მომივიდა, რომ ბეჭედი თუ შეგიძლია, ისიც გვაცნობეთ, თუ შეგიძლია მოგვაწოდოთ და მივედი და მეთქი. რა ქენი? აი მაგის მერე მოყევი რა. განცხადება დავწერე და მაგის მერე რავქენი? მაგის მერე არაფერი რავქენი, მიშა ველოდებოდა და მესიჯი მომივიდა, თქვენი ექსპერტიზა დასრულებულია და სიმართლე გითხრა მე ცოტა ავღელდი, იმიტომ რომ ან ველოდებოდი პასუხს, რომ ბეჭედს ვერ მოგაზვიო და მე ვაპირებდი რომ უბრალოდ მეთქი რაიმე დასკვნა მაინც მომეცით, რომ ან ქაღალდია, ან ფურცელი, ან რაღაცა არის. ხო და პირდაპირ დასკვნა რომ მომივიდა, ცოტა ავღელდი, მეთქი რაღაცა ხო არ შეიცვალა რა და თურმე აღმოჩნდა ის, რომ ეხლა ბეჭედს ხო არ მოვცემდნენ მართლა. და ნუ შეგნით გადააწოდეს ბეჭედი და დამიწერეს დასკვნის დასკვნა რომ ეს ამაზე ნაღდული ბეჭედები არის დარტყმული. ბეჭედი ნომერი 7 ყოფილა, მე არ ვიცოდი. ანუ შენ გაქვს ეხლა სამხარაულის დასკვნა, რომელსაც აქვს დასკვნა, რომ ის არის დასკვნა. არა, ეგრე არ არის. წესიერად. ეხლა უყურე. ორგი წესიერად თულ მაშინ განმარტი რომ კარგად გავიგო. მოკლედ, მე რომ დასკვნა ამეღო რომ ეს ნამდვილი დასკვნა არის, დამიждდებოდა ალბათ ერთი 20,000, არ ვიცი. იცი რატო? იმიტომ რომ უნდა გამოიყულიათ მაშინ თითოეული სიტყვა არის თუ არა შეცვლილი და სიტყვა აღარ მახსოვს რამდენიმე დღეს, ნუ რამდენიმე ათეული ლარი არის სიტყვის გამოკვლევა.
ხვდები და ეხლა იმდენი სიტყვა არის და ყველა ბეჭედი რო გამომეკვლა მთლიანობაში დაждდებოდა 10000 ლარზე მეტი. შეიძლება 20000, რომ ეს თქვა თუ ვიტყოდით, რომ ყველაფერი ავთენტურია ამაში. იმას კი ეხლა ბეჭედია მარტო ავთენტური. ეხლა ბეჭედი მაქვს მარტო ავთენტური. მაგრამ ნუ ჩემი აზრით მყარი არგუმენტია რა, ორი ბეჭედი მაქვს. კი ბატონო, ორი ბეჭედი არის და ორივე ბეჭედი. ანუ, მოდი ესე დავარქვათ. დასკვნის ბეჭდის დასკვნა გაქვს. რომ არის დასკვნის ბეჭედი დარტყმული. დასკვნის ბეჭედია დარტყმული ორიგინალი. ამ შემთხვევაში ხორფერს არ ვამატებ, ანუ სწორს ხო ვიძახი. ორიგინალი ბეჭედია დარტყმული. სიმართლეს ხო ვიძახი. და ეგ ჩემ დასკვნაზე სურათია გადაღებული. კიდე ერთხელ მოდი გავიმეოროთ. ესე იგი, აი ამ ნივთზე არის დასკვნა, რომ ეს ნივთი არ არის ცივი იარაღი. ის შემდეგ არსებობს დასკვნა, რომ იმ დასკვნაში დარტყმული ბეჭედი არის ნამდვილად ბეჭედი. და ის თუ ნამდვილად ბეჭედი არის, ნუ შესაბამისად ის დასკვნაც ნამდვილია. მეგობრებო, კიდევ ერთხელ პატივცემულო პოლიციელებო, იმდენად აბსურდული კანონი გვაქვს, რომ დაიცადე ამაზეც ვისაუბრებ მიშა. და სად არის? ერთ პოლიციას მაინც თუ ვნახავ, რომელიც აი ეს სიღრმეებში არის ამ კანონთან შესული და თუნდაც ნაფიქრი, აი ძალიან გამახარებს, გამომეხმაურეთ თუ ვინმეს გაქვთ როგორი პოზიცია. იცი თუ ვინმე დამარწმუნებთ რომ მე ვთქვათ ვწდები მაღარიჩი ჩემზე იყოს ბიჭო რა. კაი, მოკლედ, მეგობრებო, ნუ ეს ნივთი არის ცივი იარაღი, ეს ნივთი არ არის ცივი იარაღი. დღევანდელი კანონმდებლობით. ეს ეგრეა ისედაც. დღევანდელი კანონმდებლობით. რა თუნდა ეხლა ბატონო გიორგი მაგას ლაპარაკი. რო შეხედავ, ის ცივი იარაღია რა. ეგრევე გაგახსენდება რომ კბილი შეიძლება. აბა რა, ახლა ეს რაღაცა სათამაშოა. ის არის მოაძრო. კაი. მადლობა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს. მე ეხლა ისე ანუ აი მორ დასკვნას წარმოადგენ მე რა ახლა კითხოს რომ დამისვამენ თქვა ეს რატო არ არის ცივი იარაღი სხვადასხვა ორდანა მაქვს სხვადანაც მაქვს უბრალოდ იმისი დასკვნა მაქვს მარტო დასკვნის დასკვნა არ მაქვს იმისი დასკვნის და ამაზე ორი დასკვნა მაქვს ეხლა რა რომ ეს არ არის ცივი და ნუ ამაზე უფრო თამამბათ ვარ არ ვიცი ხო და სულ მცირე ჩემი აზრით ერთი კანონის შეცვლა არის საჭირო რომ ეს ისევ აღარ იყოს ცივი იარაღი ამ ვიდეოს ესე იგი ქვია დასკვნის დასკვნა ნახოთ სათავო კი ბატონო კაი, მოკლედ, დიდი პატივისცემით, მეგობრებო. მანაფასი ჩავარდი. სხვა გზა არ დავიტოვეს. დიდი პატივისცემით, კიდევ ერთი სერიოზული არგუმენტი, რომ რაღაცა პატარა საკანონმდებლო კაზუსთან გვაქვს საქმე რა და დანარჩენი იმედია სანამ გამოვერკვევით ამ ყველაფერში და სანამ კანონი შეიცვლება, მანამდე რაღაცა ისქნება ხოლმე, ხო? ძალიან დიდ ხოვნა მაქვს ამ შემთხვევაში მართლ პარტიასთან, იურიდიულ კომიტეტთან, პარლამენტის, ანუ მეგობრებო იმის და მიუხედავად ვის რა პოლიტიკური თქვა წამსი და გემოვნება გვაქვს მე ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ნეიტრალურად მიმაჩნია ჩემი თავი იმიტომ რომ არ განვეკუთვნები რაღაც რომელიმე ფრთის მხარდამჭერებს უბრალოდ თხოვნა მაქვს ესეთი რომ მე მგონი ეს ფაქტი რასაც მართლა არ მჯეროდა იქ დავიფიცები რომ ეს იყო ჩემთვის ბოლო წერტილი ეხლა რაც ამ ვიდეომდე არ ვიცოდი ეხლა გავიგე თუ აქამდე კიდე რაღაცა გამართლებას ვცდილობდი რომ მომენახარო ან იმ მიზეზით ან ეს უკვე დაცინვა აღარ არის და რაღაცა ქენით რა დაგვეხმარეთ ხო არ შეიძლება რა უბრალოდ რა ეს რა ვიცი ეხავს მოდი მიშა ბარემ ოლაითიდევ საკა და ოლაიძეც ვიტყვი რომ სამწუხაროდ შესაძლოა იგივე დაწერა რაც სამხარაულმა რომ მრავალფუნქციურები ნებისმიერი აი ეს რომელსაც არის ცივი იარაღი არის ცივი იარაღი რომელსაც აი მომოსად არის დანა მაცად აი ეგ არის აი ეს დანა რომელსაც ნუ ჩამკეტი არ აქვს არანაირი და იქ კიდევ ის არის რა მეთოდოლოგიებში კიდე განსხვავება არის სამართლით კიდე მეორე მომენტია რომ აი მეორე პრობლემასთან მივიდივარ თავი ბოლო როგორც კანონი იდეაში კაი დაუშვათ და იყოს ეს ცივი იარაღი პირობითად კაი არის ნუ კანონში ხო წერია გარკვევით რომ ანუ ადამიანს სამსახურებრივი იმისთვის თუ ჭირდება ანუ აქ უკვე მივიდივართ აღსრულების პრობლემასთან ხო ანუ ესე იგი მარტო იმის ბრალი არ ყოფილა პოლიციის ბრალიც არის ნუ მაგაზე ჩემი აზრი მithქვამს ბევრჯერ მიშა ანუ ჩვენი საზოგადოების ნაწილია პოლიცია და რაც საზოგადოება ვართ ის არის პოლიცია და საზოგადოებაში და ყველგანაც 100-დან რაღაცა გარკვეული პროცენტი არის არაკეთილსინდისიერი აბსოლუტურად ვერ დაგეთანხმები იმიტომ რომ არაფერში ნუ მე არ მჯერა რომ ყველა კეთილსინდისიერება აქ არის ან კანონს ცემ პატივს ან არ აქ არავინ არ ცემს კანონს პატივს ყველა ცემს თავის ნაჩალნიკს მარტო
და კანონი ყველას ფეხებზე კი. აი ეს არის პრობლემა. მე ამჯერ ამიშა რომ ყველა გადააგზავნის აი ამას და ყველა დააჯერიმებს ამას. მე მგონია რომ რაღაცა მცირე პროცენტი. რა თქმა უნდა, მე პირადად გაუჩერები ვარ და საერთოდ რეაქცია არ ქონიათ. ხო და მაგაზე მაქვს საუბარი რომ ანუ უბრალოდ ის რაღაცა პროცენტი ქვეყნის მასშტაბით უკვე გამოდის. ქვეყნის მასშტაბით გამოდის. კი, გეთახმე. მე მგონია მეგობრებო რომ ეს რაღაცა პერიოდი, რასაც ახლა გავდივართ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დონეზე ისტორიაში შევა და იტყვიან, რომ აი კანონი ესე დეგრადირდა, რომ AM-ებზე ხალხს დაასდებდნენ მაშინ და დანარჩენი რავი მე თხოვნა მექნება ეს ესე არ დარჩება გამორიცხული არის, რომ ამ აბსურდში ვიცხოვროთ დიდი ხანი. უბრალოდ თხოვნა მექნება, რომ სანამ ესეთი გაურკვეველი სიტუაცია არის, მაქსიმალურად შევეცადოთ გავითვალისწინოთ ერთმანეთი მეტი არაფერი მაშინ. კი ბატონო. არ ვიცი, ხალისი დავკარგე რა. დაასკვნის დაასკურამე. მოგიღო ბოლო, რასაც ვქნა. წინაზე როგორი წახდი, კიდე კაი არ მოგწესო. ასე ხარ ამ ხელა ფარსია, რომ იქით გადააწოდა ბეჭედი, რომ ამას ხა ესე ხوار გავატანთო და კიო იქო ჩავწეროთო ნომინალურათო. მე ვიქო ასოებით შეამოწმეს ხალხმა დააკვირდით, ანუ დასკვნაში რა წერია, რომ ბეჭედის ექსპერტიზა და რაც წერია ბეჭედზე ზეთხვარი ლევან სამხარაულის სახელმწიფოს ანუ და უწერიათ დასკვნაში რომ 100 ლ არის ისე 100 ეს სწორად არის. ახლა რა უნდა ექნა ექსპერტიზა დაუნიშნე. მე სიმართლე გითხრა ეგეთი არ მინდოდა, მე მინდოდა რომ უბრალოდ ამეღო რომ ეს არის ავთენტური დასკვნა, ერთი ფურცელი ამეღო თუნდაც. მე ეგ მინდოდა. ეგ ჯობდა ნამდვილად. ეგ ვერ გავაკეთე. ხო, ეგ ვერ გავაკეთე, სიმართლე გითხრა და მე რისი გამოსავალიც ჰქონდა, ექსპერტსაც უნდა დაეწერა, დანიშნული მქონდა ექსპერტიზა. მე იმენა ისე იმდეს იზავენ რომ რა ქვია იმ მათ ბიჭო სისტემის წინააღმდეგ რო არიან რა მუდმივად რა ხაოსის კი არა ანარქისტები რა ანარქისტად გავიჩიტები ცოტა ხანში რომ ძირს რაღაცა სისტემა და არა მე მანდარა ვარ არც მე არა ვარ მაგრამ აგერ ხა ესეთი ფარსი ძმაო რაში ვიხდი გადასახადებს მართლა რომ ვიღაცამ დაჯდეს და ის ქნას რა ქვია ეს გადასახადის ფულით არის ჩემი ფული არის ის გადასახადების ფულით არის ეს დანიშნული მაქვს მე გადავიხადებ ფული. მაგრამ ეს შენ გავიგე, მაგრამ ის რო არსებობს არის გადასახადებით. ხო, ნუ ეგ არ ვიცი. კი ბატონო. და საკმაოდ ბევრ გადასახადებს ვიხდით სხვათა შორის. ყველა. კიდე კანონის ირგვლივ მინდა რაღაცა თემა თქვა ამისა და იმედია სწორად გამიგებენ. რაღაცა აქტუალური რო გახდა ეს თემა ბევრმა რაღაც გამოხატა თავისი აზრი, პოზიცია რა და აი 4 წელიწადი მე-4 წელია, რომ ეს თემა არის და მე არც ერთხელ არ მიხსენებია ეს თემა იარაღთან ერთად. არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა, ვერავინ მაგას ვერ მეტყვის და ბოლო პერიოდი რაღაც შემამჩნია, რომ იქ რაღაცა მონადირეები, იქ რაღაც ზოგ-ზოგი ერთმა თქვა, რომ აგე ამით დავდივარ მე და იმით ვერ დავდივარ. მე ამ თემას არ ჩაუღრმავდები, მეგობრებო, არის ძალიან დიდი მიზეზი ჩემი აზრით, რატომაც არ ვეხები მაგ თემას და თხოვნა მექნება, რომ თქვენც გაითვალისწინოთ. თუ იმეს რაიმე სიკეთის გაკეთება გინდათ ამ თემისათვის, თუ გინდათ მომწერეთ და გეტყვით მაგაზე ჩემს აზრს. ამაზე არ მინდა ჩაუღრმავდე, უბრალოდ მაგ თემას ამ თემასთან ნუარევთ, მეგობრებო. ეს არის აბსოლუტურად სხვა თემა და ის არის აბსოლუტურად სხვა თემა და ერთმანეთს ნუ შევეხებით ამით. 100% ვეთანხმები ბატონ გიორგის ამ სიტუაციაში და მოკლედ კაი ვითქმავს, კაი გამგონი უნდა და ვისაც რაღაცები არ მოგწონთ, ამისთვის არსებობს საერთოდ სხვა გარემო და ზოგადად სოციალურ ქსელებში რაღაცა ცოტა უწმაწურად და ცოტა თავხედურად რაღაცეების წერას თუ გაქვს ვიზიკო ერთი ადგილი მობძანდი არა ეგეთი არაფერი დაწერილი უბრალოდ არა მე ზოგადად ვიძახი ამ შემთხვევაში ანუ როდესაც რაღაც პოზიციები და სერიოზულ საქმეს თუ ეხება და თან თუ ასე თუ ისე ვიცნობთ ერთმანეთს რა ვიცი ვისაუბროთ იქნება უკეთესი ჭეშმარიტება ვიპოვოთ მხოლოდ დააზიანებს ორივე თემას კი ბატონო ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირება დამიჟერეთ იმიტომ რომ მაგისი გამოცდილება არის დანარჩენი კიდე მიშა მე შენ იცი რომ 2019-ში რადიო თავისუფლებას რაღაცა სტატია მიუძღვნე ამ თემისთვის ცივი იარაღის თემისთვის დღეს შემხდა ვეძებდი რაღაცა თემებს რა უყურებდი და 2019-ში პეტიცია გაკეთებულა სამოქალაქო საზოგადოების რომ ცივი იარაღის კანონი გაემკაცრებინათ იცოდი შენეგა ხო ეგ არის გუშინ მაგალითად დუშეთში ერთმა 4 კაცი დაჭრა აქედან ერთი გარდაიცვალა და ცივი იარაღი გავაკაცროთ მაგიტო ხო და ისეთი ლამაზი ვიდეო იყო გადაღებული რაღაცა გვერდი არის water guns-ზე რქვა თუ რაღაცა მსგავსი და სახელი გვაიტა მე დარწმუნებული ვარ რომ კეთილი სურვილები ამოზრავებდა იმ ხალხს საუბარი იყო რომ ბავშვებს და აქვს თუ რაღაცა აქვს და ვიდეოს ქონდა 2700-ი გადაზიარება თუ რაღაცა ისეთი ეფექტური ვიდეო იყო თან მე ჩაგიგდებ განახებ ხო და საბოლოო ჯამში მივიღეთ მე არ მგონია უკეთესი სიტუაცია და
თხონა მექნება თუ კიდევ გაწუხებთ ეს საკითხი მეგობრებო, ძალიან ლამაზი ვიდეო იყო და ერთობლივად იქნება და კიდევ რაღაცა მსგავსი ჩავწეროთ, იმიტომ რომ წინა მაშკარად რაღაცა წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში. ანუ ისევ გავამკაცროთ, მაგას თქვა. არა, კაი ვიდეოს ჩაწერა, ანუ შეიძლება რა და საპირისპირო რომ ჩავწეროთ რაღაცა. შეიძლება, ნამდვილად. ფოტოშორის ძალიან მომეწონა. იმიტომ რომ გამოვასწოროთ რა ყაზახეთის სიტუაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაწერა ვიდეო, ძალიან არის იქაც ნარკომანიის პრობლემა და ვიდეო ჩაწერა იუმორისტულ განხრით, სადაც როგორაც იცახეს, იცი რომ ჩვენ ვაცხადებთ კონკურსს საუკეთესო დამდების კლადმენ და რაღაცა და короче იჭერენ რა ვითომ რომ ამ დამდებს და ის იძახის რომ გორი ბედნიერია რომ პირველ ადგილზე გავიდა და თქვენ ჯილდოთ მოიგეთ 12 წელი საგზური ოღონდ ამ ყველაფერს ანუ ძალიან ისე კარგად შეხვდა საზოგადოება იუმორისტულ კუთხით და სხვადასხვა რაც მსგავსი ვიდეო აზრი ძალიან მომეწონა ბატონო გიორგი და იქნებ მართლა რამე გეონები ჩაგიდეთ მე იმ ვიდეოს, რა თუ იქნება ინტერესი მე კომენტარებში დავდე. კაი ვიდეო იყო, უბრალოდ მე მგონია რომ რაღაცა გამოუცდელობით, კეთილი სურვილით და კეთილი მიზნით, მაგრამ გამოუცდელობით საბოლოო ჯამში მივიღეთ ძალიან სუდი შედეგი, რადგან სადაც ვართ. ნუ მაგალითად შეიტანა თემატურად როგორი ვიდეო შეიძლება გაკეთდეს, რომ თქვა პირობითად ოსტატი რაღაცას აკეთებს და პოტენციური დამნაშავე თავზე. თუ იცნობთ იმ ადამიანებს, იცოდეთ რომ ის პრობლემა ისევ არსებობს, რა პრობლემაც აწუხებდათ მაშინ ადამიანებს და ეხლა ბევრად უფრო გაღრმავებული არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. სცენარზე იმუშავე ბატონო გიორგი და მე მოვაგვარებ ფოტოშორის ბევრ საკითხს საორგანიზაციოს ავიღებ ჩემ თავზე და გავაკეთოთ ეგ ვიდეო. რაღაცა ეგეთი ვიდეო, ხო, იმიტომ რომ კეუნები რამდენიმე 1000 თქვა გული ქონდა, 2600 თუ 2700 გადაზიარება ქონდა water guns. ჩაგიგდეთ მე მაგათი ვიდეო. აუცილებლად ჩამიგდე კი ბატონო. და მე მგონია მე ის მინისტრის მოადგილე რო იძახდა რომ გუშინ გვეუბნებოდითო რომ გაამკაცრეთო და ვამკაცრეთო და ეხლა კიდე გვეჩხუბებითო რა და საბოლოო ჯამში ვიდა ეს. კი ბატონო. მიშა, დრო თუ გვაქვს ერთი დანის დაშლა მე და კიდევ დავაი. წინადაც მინდოდა მე დანის დაშლა და ძალიან შეხვედი ამ დაშლის და. დაშლებზე და. აი, მე მგონია რომ ხალხსაც მოწონს რა დაშლა აწოვები რა და საბოლოო ჯამში ეს თან საინტერესო შემთხვევა არის. აბა. დავშალოთ? ძალიან საინტერესოა ნამდვილად. რატო ვშლით? რატო ვშლით მიშა და ეს არის ჩვენდან არის, მაღაზიისდან არის, მაიკროტექზე მეგობრებო საუბარი და არ ვიცი ბრაკი არის თუ არ არის, მოკლედ ქარხნული არ მუშაობს რა. ახალია დანა. ძალიან საინტერესო შემთხვევაა ნამდვილად. თუ ვინმე იცნობთ მარფიონეს, საგარანტიო სერვისს თუ გააუმჯობესებენ, მადლობლები ვიქნებით. რაღაცები ხანდახან გვაწუხებს ხოლმე, იმას არ ნიშნავს რომ რაღაცა პრობლემური დანებია, უბრალოდ ყველაზე მეტი მაიკროტეკი იყიდებოდა, ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა ხანდახან რაღაცა ხდება რა და უბრალოდ ჩვენ ეგეთ რაღაცებს არ მალავთ ვიძახით. ერთ-ერთი ეგ არის განსხვავება. ხო და მოდი ამ შემთხვევაში ეს გავაზიაროთ. უბრალოდ იმდენად იშვიათი შემთხვევები არის ეხლა, რომ სხვებსაც ექნება დარწმუნებული ვარ პრობლემები, თუმცა ნუ სხვები რადგან ცოტა არის და ეს ბევრი არის, აქ უფრო შეიძლება ჩანდეს. მაგრამ წარმოგიდგენე ეხლა იმას რომ გამოიწერ და რომ ჩამოგივა ეს რამხელა ტრამპი. ხო, ნუ უნდა არგე და უკან გააგზავნო რა, მე სხვა რა გამოსავალი არის. აი ესეთი სიტუაცია არის მიშა. ჩაჟდა? არ შედის. სიმართლე გითხრა, რამდენიმეჯერ გაიხსნა. დაახლოებით მე მგონი ხვდები რაც არის. მაინც ესეთი გაჭედილი, აი, ძალიან იჭედება. აი ამ ადგილზე. ზამბარა არის აცდენილი? რა, ხო უნდა დავშალოთ ყველა შემთხვევაში. არა, კი, ყველა შემთხვევაში. შეიძლება ვნახო. მიდი. ეს არის ახალი თაობის მაიკროტეკი არის პლუს მაგიტომ მიდოდა თქვენთან ერთად დაშლა რომ ესენი უკვე რბილად მუშაობს და ორ ზამბარაზე უნდა იყოს წესით მიშა ესენი რა და მაგით ვნახოთ ერთად. მაიტა. ორ ზამბარაზე უნდა იყოს. ვაიმე ამის კანჩი მაქვს ნეტა. ავაგზელეთ აბა კანჩი ნაპოვნია. და ცოტა ავღელდით რომ აი დიდი სახრახნისი გქონდა თუ არა და გავხსენ ჩემი ჯადოსნური პატარა ჩანთა. უცბად ვერ ვიტყვი რა. მოგლეთ წერან გიორგი მაგნიშნა რომ UTX 85 არის ახალი მოდელი, ანუ ახალი საერთოდ ახალი იგულისხმება, ანუ Microtech-მა პირველად გამოუშვა ეს მოდელი UTX 80-ზე დიდი არის და ზოგადად Microtech-ი ესე ახალი მოდელების გამოშვებით ნამეტანი გვანებიურებს თქვა არ იქნება სიმართლე. აქედან გამომდინარე ძალიან საამაყოა ჩემთვის ის ფაქტი, რომ სულ რაღაცა 2 კვირის წინ გქონდათ თუ სწორედ მახსოვს ანონსი რომ უშვებთო და დღეს უკვე ჩვენთან
85 არა 85 კაი ხანია მგონი გამოდის ის 70 გამოუშვეს ახლა 70 გზაში 70-ში ამერია ხო კი ბატონო 70-ში ამერია ჩამოდის ხო 70-ით კი გზაში всё მაგაში ამერია ბოდიშით მაგრამ ისეთ ახალი არის ხო ეს ახალი ვების არის რა კი ბატონო ძალიან საინტერესო ზომა არის მოკლედ ultratech-ზე პატარა UTX 80-ზე დიდი მოკლედ კიდე კაი გაჭედა დანამ რომ წარმოგიდგენთ ფაქტორებს სხვა შემთხვევაში არ განახებდით დანარჩენი მოდიება დავიწყოთ მიშა დაშლა აწყობა იმედია ყველა მოერგება так ეს მე მგონი კი ტერვა დანების დაშლა აწყობა ვისაც გინდა და გააქვთ ინტერესი მოკლედ T6 და T8 არის 99% შემთხვევაში დანებზე რო ყოფნით დანარჩენი წინა მაიკროტეკი რო დავშალეთ გემახსოვრებათ mini trudoni რომ იყო ის ძველ პატარა ვინტებზე იყო ეგრეთ წოდებული და ახალი მოდელები ყველა ნუ რაღაცა custom-ებს და იმებზე არ მაქვს საუბარი შეიძლება გაკეთდეს იმის გავსებით ახალი მოკლედ ესე მარტივად უნივერსალური ტორქსებით კეთდება ამ შემთხვევაში T8 გვაქვს და დავიწყეთ დაშლა მიხეილ კაი მოდი ესე თლად გამოსაჩინოთ არა კომფორტულად რო არ გადამიხდეს ხო კი ბატონო ну ამას რა თქმა უნდა თუ გავაკეთებთ გაიყიდება ჩამოფასებით მიშა აქვე ვთქვათ ხო ის რა ქვია ბატონო გიორგი გათამაშების ხო უღრმესი მადლობა ჩვენს ერთგულ 2000 გამომწერს და გადავწყვიტეთ რომ ამ ვიდეოზე ვინც დააკომენტარებს შემთხვევითობის პრინციპით და შემდეგ ვიდეოზეც შემთხვევითობის პრინციპით მე ამოვარჩევთ და სიმბოლურად რაღაცა საჩუქრებს გავაკეთებთ. მოკლედ გარკვევით რომ ვთქვათ ამ ვიდეოზე და კიდევ მომდევნო ვიდეოზე კომენტარებში მაქსიმალურად იაქტიურეთ მეგობრებო და მესამე ვიდეოში უკვე იქნება დააჯილდოვება სწორედ ვიძახი ხო? მესამე ვიდეოში შემთხვევითობის პრინციპით ამოვარჩევთ კომენტარებიდან გამარჯვებულს შესაბამისად საკმაოდ კარგი შანსია გამარჯვების. პრიზები ანუ 3 პრიზი იქნება ხო ბატონო გიორგი? თუ როგორ 3 ერთ ვიდეოზე 3 მეორე ვიდეოზე. 6 პრიზი იქნება, გასაგებია. ეს არ არის 6 დანა, ანუ ამ შემთხვევაში არ იფიქროთ. უბრალოდ ერთ ვიდეოში იქნება 3 საჩუქარი, მეორეშიც 3 საჩუქარი. დანაც იქნება, რა თქმა უნდა. კარგი, ეგ ერთი. გავხსენე მაშინ. მე მგონი გავხსენე. აი, ორი ზამბარაც გვაქვს. ორი ზამბარა არის მეგობრებო. მოკლედ ინერცია ორივეს ერთად საკმარისი აქვს, რომ დანისპირი ისევ იგივე სიმძლავრით და სიზრაფით გამოწვიოს ხოლმე, თუმცა ნუ მაგდენი ფიზიკა მე არ ვიცი, ორმა ზამბარამ ის მოგცა, რომ გახსნისას შედარებით რბილი არის. ერთი ბევრად ძლიერი ზამბარის მაგერი, ორი შედარებით სუსტი ზამბარა გვაქვს. ფიხისტე გადანაწილდა და ერთი რა მითხარი, იცი ბატონო გიორგი? აი ეს რატო არის? რა არის მაშინ? ზეთიანი? არა. მეთქობა ესე უნდა იყოს. კაი. მე ახლა მაინტერესებს რა. ეს პირი. მოდი სამოვიღოთ. კაი, ეს ამოვიღოთ. ეს თავისუფლად მოძრაობს. ჭუჭყიანი არ არის. აი ეს ახლა აი ეს ნაწილის რამე ხარვეზე ხო არა აქ. იცი რა არის? ადრე მქონდა ხოლმე, ეგ ძველებს ქონათ აი ეს და ეს ერთნაირი ფორმისები და ხანდახან გადმომიტრიალებია ხოლმე და უშველია. ზოგ-ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თვითონაც უკუღმა ჩაუდიათ ხოლმე და ზამბარა ცენტრზე არ არის, მეორე მხარეს არის და რო შეატრიალებ უკვე სხვანაირი იცვლება ხოლმე ის დაწოლა რაღაცა და ამუშავებულა ხოლმე კარგად და ამ შემთხვევაში მაგას ვერ შემოატრიალებ, ეს უკვე სხვანაირი არის წინათაობისგან განსხვავებით. სხვა ეს ჭედავს თქო რო გითხრა, არ ჭედავს ახლა ესა. პრობლემა გვაქვს, მაშინ ეს რო ეჭირება. აგემიშა. ჩემს ეს ნახე დანის ნავალიც ეთქობა. კი, ეთქობა. და მე ამას მე რა უნდა ვუყო? ვერაფერს ვერ ვეძო მაგას შენ. შლიფოვგა უნდა გავუკეთო? ხო. ან ეს ეხება შეიძლება ამას? დიდი ალბათობით ეხება. ან ბოლომდე არ ჩადის. ბოლომდე არ ჩადის შეიძლება. მოდი მაშინ გამოვიხოთ. შეიძლება ეგ არ ჩადის ბოლომდე. რითია მოვიღო დანა უნდა. მიშა ჩემს კაი ხანია ჩვენ ბოლო შენაძენები არ გვიჩვენები. აბა შენ შენაძენი გააძრე. აბა.
ჩამოვიდა. დანის ამოღება მინდოდა რომ მეც შევუყარო თქო. ჩამოვიდა, აგინა ჩანგლითაც ხო ისა. აი ცოდე, აი ესეთი ცივი არაღი მაქვს მე აქ მიშა. ეს ცივი არაღი არ არის, ეხა შენ გინდა თქვა? ჯო არ ვიცი. ძნელი სათქმელია. ანუ ჩემთვის ის ზღვარი ფსკერი ჩატეხილი არის რა და ეს მნიშვნელოვნად ცივი არაღია, 4 წვეტი აქვს. 4 დირკი? აბა. წვეტით ხო არ ამოვიღებ დანის წვეტით, რამე ფრაიბარივით არა აქვს მაცადე. ну ჩემი აზრით აუცილებლად რაღაცა ეს არ ჩადის ბოლომდე როგორც ვფიქრობ. ისე ამათ ხარისხი ძალიან გააფუჭეს. აი ეს არის ჩაჭედილი ეს ძალიან თავისუფლად უნდა იყოს. ამისი ბრალია ჩემი აზრით მიშა. სხვა არ მგონია. კაი, ძალიან რო არ გაგვიგზელდეს. მოკლედ დიაგნოზი დაუსვით. ჩემი აზრით. მეც მასე ვფიქრობ. აი, ცივი არაღიო. ნახე რა მოვაგდე. კაი. გაიცადე ახლა. აი, ახლა ჩავიდა. წეღან არ იყო ჩასული. ო და აი, მგონი ახლა გასწორდება. წეღან არ იყო, რაღაც გაჭედილი იყო. მგონი ახლა უნდა გასწორდეს. ეხლა თუ გავაკეთეთ ვიდეოში. მაგრები ვართ მიშა. ვარ ეხლა ეს თუ გავაკეთე და მართლა სერიოზნაირად. კაი, მაცადე. კაი. так, ეს იყო. მეგონი, აქეთ იყო. არის, ესე მარტივად ჩავსვით, ზამბარებს აღარ ამოვაგდებ მეგობრებო, ესე უმარტივესი მექანიზმი არის. წინა ვიდეო ვისაც არ გინახავთ, ამის გახსნის მექანიზმი არის ეს. აი ეს ორი კბილი რო აქვს. ეს არის გამოდებული ამაზე, როცა დაკეტილი არის. ამ შემთხვევაში წინ რო ვქაჩავთ ამას. აი ეს ზამბარა იჭიმება, ნენელა თავისუფლდება და შემდეგ გაჭიმვასთან ერთად ათავისუფლებს აი ამ პატარა აი ესა ჩავსვა. აჰა. აი ეს რომ მიდის, აი ამას ათავისუფლებს. ნახეთ, გახსნილა კბილი და შემდეგ უკვე ხდება პირის ზემოთასვლა და დაბლა ჩამოსვლისასაც იგივე ხდება, რომ დაბლა რო ჩამოდის, უკვე ჩამკეცად იგივენერად ათავისუფლებს. აი ეს რაღაცა ვერ ჩავსვი მაშინ. აი ეს ხო ჩავსვა. აჰა, აი აქ უკვე ეს კბილი გაათავისუფლა და დანისპირი მაგ დროს თავისუფლდება, როცა ეს დაჭიმული არის და ინერციით აგდებს უკან, როცა წინ მიდის, უკვე იგივე არის, აი ეს წინ წაიწია და მაგ შემთხვევაში ეს გაათავისუფლა და გაისრულა დანისპირი წინ. კაი, ავაწყოთ მიშა, მეგონი მეტი აღარაფერი და ეს თუ ამუშავდა. შესანიშნავი. აპლოდისმენტები ბატონო გიორგი. ვითომ? ვითომ რა გავაკეთეთ ესეთი არც არაფერი. ეს მინახავს ხოლმე რომ რაღაც დაჭიმულ ამ ეს რო ჩასვამენ ხოლმე ამას და გამაგრებული აქვთ რა და ისე სვამენ ზამბარებს რა ჯობია რომ კბილებიდან ამომხტარი იყოს რა მაგ შემთხვევაში ზამბარები არ არის დაჭიმული და პირად უფრო მარტივი არის ოჩინ ინტერესნა ეს უკვე ის არის რა ხრიკები უმარტივესი ხრიკი კაი წავიდა შრათ ხო გითხარი ის იყო რა პატარა კბილი იყო ნაბოზარი კბილი იყო რა კაი აი ესე მარტივად მეგობრებო სინამდვილეში ძალიან მუშა მექანიზმები არის და პრაქტიკაში და გამოცდილებითაც ძალიან დიდი ხნის რესურსი აქვს რა და ნუ რაღაცა თუ რაღაც მე რაც არ შემხოდრია რომ ქარხნული ბრაკი არ არის ნუ აი ესეთი უმარტივესი რაღაცა იყო ქარხანაში ეს კბილი არ ჩასვა ბოლომდე არ ვიცი გაჭედილი იყო მეც ძლივს ამოვიღე მაგრამ მე ისევ ჩაჟდა თავისუფლად და მუშაობდა ოჩაღ რა მაესტრო დარგის კორიფე იმენა რა გიორგი არის დარგის კორიფე კაი გავედით მიშა ბოლოში გავედით ბოლოში მოკლედ კიდე ერთხელ მოუწოდეთ კომენტარებში აქტიურობისკენ ჩვენ გამომწერებს ხო ორი თავარი მოკლედ ერთი კაი ხალხისთვის 31 მაისამდე ფასდაკლება გვაქვს. კი ბატონო. და მეორე ისა ჩვენი გათამაშებაც 2000 გამომწერზე ავედით და დააკომენტარეთ და აუცილებლად 31 მაისამდე ისე იჩქარეთ, იმიტომ რომ შეიძლება მე რაღაცა შეიცვალოს და აღარ იყოს. ამიტომ მოდით. კი ბატონო. მადლობა ყურადღებისთვის. აბა დროებით.